დიდი შერიგება არ შედგა, ჯერ ერთად ახლა კი ისევ ცალ-ცალკე. ბურჯანაძისა და ოქროაშვილის გზები ისევ გაიყარა. ოქროაშვილი ხვალ თბილისში აღარ ჩამოვა. 25 მაისს დანიშნული მრისხანების დღეც ქართულმა პარტიამ გააუქმა. დღეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ორდღიანი მძიმე მოლაპარაკებების დეტალები სოზარ სუბარმან გაახმაურა. გაერთიანება ვერ მოხერხდა, რადგანაც ბურჯანაძესთან სამოქმედო გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ. გაყრა შერიგების შემდეგ. ზურაბ ხვისტანი დეტალებით. მძიმე იყო ჩვენთვის, აქ ვინცვართ იმ ადამიანებისთვის, აქ შეგულისხმობ საქართველოს. ირაკლი ოქროაშვილის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, მაგრამ ეს იყო ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა და ის იძულებული გახდა დამორჩილებოდა პარტიის პოზიცია. ამ განცხადებით, რომელიც ქართულმა პარტიამ საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მხარს რადიკალური ოპოზიციის ამ ფრთას უჭერდა, კიდევ ერთხელ დარჩა მოტყუებული. ირაკლი ოქროაშვილი საქართველოში აღარ ჩამოვა. პარიზში გაქცეული თავდაცვის ყოფილი მინისტრის ეს გადაწყვეტილება 2 საათის წინ გახდა ცნობილი. სულ რაღაც 2 დღის წინ კი თავად ოქროაშვილი და მისი თანაგუნდელები ომახიან განცხადებებს აკეთებდნენ და მრისხანების დღით იმუქრებოდნენ. პირობას ვაბნეთ ხალხს, რომ 25 მაისი იქნება ბოლოდღე ხელისუფლების. 25 მაისს მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვდები საქართველოში, რათა დავამთავროთ ეს რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ. შემიძლია დაგვიდეთ, რომ 25 მაისს იქნება საქართველოში და 25 მაისს იქნება ბოლოდღე ხელისუფლების. 25-ში გამოვაცხადოთ გადამწყვეტი ბრძოლა, როდესაც დამთავრდება სააკაშვილის ხელისუფლება. გამოვაცხადოთ მრისხანების დღე. ვანოს უთხარით ეგ, ვანო გეტყვით 25 მაისს როცა გაქცევას დააპირებს. ვანომ ყველაფერი ძალიან ცუდად იცის, არ გეგონოთ ეგ კაცია. ეგ კაცუნა, რომელმაც გუშინ გამოვაცხადა რევოლუცია საქართველოში არ იქნება. 25 მაისს ვაჩვენებთ რა იქნება საქართველოში. გარდა იმისა, რომ ოქროაშვილის 25 მაისს საქართველოში ჩამოსვლა უბრალოდ ტყუილი აღმოჩნდა, ქართული პარტია არც ავლაბრის მოედანზე დაანონსებულ აქციას გამართავს. მას შემდეგ, რაც რადიკალური ოპოზიციის მიერ დაწყებული საპროტესტო ტალღა ალკოჰოლის მოყვარულთა და უსახლკაროთა ნაგავში სმაჭამად გადაიქცა და სრული კრახი განიცადა, ლიდერებმა შერცხვენას უკან დახევა ამჯობინეს. მას შემდეგ, რაც 2 დღის განმავლობაში ჰქონდა არაერთი მცდელობა მომხდარიყო პოზიციების შეჯერება ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან, ეს მცდელობები სამწუხაროდ უშედეგოდ დამთავრდა. გუშინ 22 მაისს ნინო ბურჯანაძემ გამოაცხადა, რომ 25 მაისს სახალხო კრება სხვა ადგილას თავისუფლების მოედანზე გამართავს აქციას. ამასთან, როგორც ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, ისე სახალხო კრების წარმომადგენლებმა კაფიოდ განაცხადეს, რომ მათ აქვთ გარკვეული ეჭვები ირაკლი ოქროაშვილთან დაკავშირებით. ყოველივე ამის გამო მიგვაჩნია, რომ ერთმანეთის პარალელურად 2 აქციის გამართვით საზოგადოებაში დაბნეულობას შევიტან და ამიტომ მივიღეთ ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. ჩვენ გავაუქმოთ 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დაგეგმილი აქცია და შესაბამისად სახალხო კრებას და ნინო ბურჯანაძეს ხელს არ შეუხლით მათი გეგმების განხორციელებაში. ტყუილი აღმოჩნდა გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის 2 დღის წინანდელი დაპირებაც, რომ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ახალი რეალიტი შოუ დაიწყებოდა, რომელიც კოსტავას ქუჩიდანვე გადაიცემოდა. ტელეკომპანია მაესტროზე პირდაპირ ეთერში დღეს პირადად მე დავიწყო ახალი გადაცემა. აქედან პირდაპირ აი ამ მოედნიდან დავიწყო და თქვენ ყველანი მონაწილეები იყოთ ამ გადაცემით. ასევე ტყუილი აღმოჩნდა კვირის აქციაზე ქართული პარტიისა და სახალხო კრების შერიგების ეს სცენა და ბურჯანაძისა და გაჩეჩილაძის ყალბი ამბორი. ოპოზიციის ამ ლიდერებმა ერთი დღეც ვერ შეინარჩუნეს ერთობა და ურთიერთ კრიტიკაზე გადავიდნენ. გუშინ ნინო ბურჯანაძემ ოქროაშვილის პოლიტიკური ხედვა დაიწუნა. დღეს კი სოზარ სუბარმა კოსტავაზე შეკრებილი ბურჯანაძის მომხრეების მიერ განხორციელებული ძალადობა კატეგორიულად დაგმო. გუშინდელი თანამებრძოლები დღეს ირაკლი ბათიაშვილმაც გააკრიტიკა. ჩვენ უუბრალიან ოქროაშვილის არ ჩამოსვლა საერთოდ საკითხი არანაირ დაინტერესებული არ ვიყავი. კატეგორიულად ვგმობ ჟურნალისტებზე ძალადობის, სიტყვიერი შემორასყოფის მიყენების თუ მუშაობაში ხელი შეშლის ნებისმიერ ფაქტს. არ ვაპირებ ოქროაშვილის განცხადებებზე კომენტარის კეთებას. სახალხო კრებას აქვს მშვიდობიანი გეგმა და არანაირი დანაკარგების წინასწარ დაშვება ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, მინდა გითხრათ. თუ ბატონი ოქროაშვილის მოქმედებები ჩაჯდება იმ სქემაში, რაც მისაღებია სახალხო კრებისათვის, ასეთ შემთხვევაში ჩვენ კოორდინირებულად ვიმოქმედებთ, თუ არა და ბუნებრივია სახალხო კრება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს მისი სახელით ან მისი აქციების, ესე ვთქვათ, პარალელურად, ყოველ შემთხვევაში ჩვენი, ესე ვთქვათ, ქუდით დავარქვათ ესე და ჩვენი მოწოდებებით არ დაუშვებს რაიმე ისეთ ქმედებას, რომელიც სახალხო კრებისათვის არის მისაღები.
რადიკალურმა ოპოზიციამ ქართული საზოგადოების ის მცირე ნაწილი, რომელიც მათ ჯერ კიდევ უჭერდა მხარს, უკვე მერამდენეთ გააწბილა. ოქრუაშვილის მორიგმა ტყუილმა და მორიგმა უკან დახევამ საზოგადოებას მისი პოლიტიკური წარსული კიდევ ერთხელ გაახსენა. როგორც დღეს აღმოჩნდა, ის 25 მაისს თბილისში ისევე ჩამოვა, როგორც ახალ წელს ცხინვალში ხდებოდა.